გამარჯობა. ეთერშია გადაცემა აფხაზეთის ურათორიასთან ერთად. დღევანდელ გადაცემაში ნახავთ. გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების საინფორმაციო გამოშვება. რუბრიკაში კვირის თემა აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის მორიგი პროვოკაციული გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანი მოვლენების საინფორმაციო გამოშვება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგის ხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. ხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ და აფხაზეთის მთავრობის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების 2016 წლის საქმიანობის შედეგების შესახებ. მე მინდა გითხრათ, რომ ეს წელი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესრულების თვალსაზრისით იყო წარმატებული. ჩვენ ყველა დამახასიათებელი პარამეტრები კარგად შევასრულეთ. ხარჯვით ნაწილით სხვადასხვა საკმაოდ მაღალი პროცენტული მაჩვენებლით შესრულდა. ეს მაჩვენებლები ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტის ცვლილებებისას აუცილებლობიდან გამომდინარე ჩვენ ამ თანხებს გამოვიყენებთ ბიუჯეტის გაზრდის თვალსაზრისით. ძირითადად ეს შეეხება ჩვენს პრიორიტეტულ მიმართულებებს სოციალური კუთხით. საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მეოთხე სამუშაო ჯგუფმა, რომელიც ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებს განიხილავს, მორიგის ხდომა გამართა. როგორც პარლამენტისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, წინა შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე ხდომაზე წარმოდგენილი იყო გადამუშავებული ვარიანტები. აღსანიშნავია, რომ პირველ სამუშაო ხდომაზე გამოითქვა კონკრეტული მოსაზრებები, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის თავთან, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონთან და პირველი თავის შესაბამის მუხლებთან დაკავშირებით. ხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან სამუშაო ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, რომ თვითმმართველობის საკითხზე საკონსტიტუციო კომისიის პირველი შეთანხმება მიღწეული იქნა. ხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა და ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ. აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის საკითხის გადაწყვეტის მნიშვნელობას. მუშაობ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის აჭარის ავტონომიის საკითხებიც არის, რომელიც გარკვეულწილად ეხება აფხაზეთსაც. აფხაზეთთან მიმართებაში, როგორც იტყვიან, შემდეგი ეტაპი იქნება სამუშაო. ხოლო თვითონ პროცესი მიმდინარეობს კონსტიტუციის დახვეწისკენ. აქ არის ლაპარაკი რეგიონალური მმართველობის საკითხები, თვითმმართველობის საკითხები და სხვადასხვა საკითხები. ერთ სიტყვით ძალიან კაი სამუშაო გარემოა. დღევანდელი ხდომა საინტერესო იყო, ძალიან სკრუპულოზულად იყო განხილული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებანი და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ბევრი რამის გამო. ჯერ ერთი ავტონომიები ვართ, მეორე ის უფლებამოსილება, რომელიც არის და აქვს და ექნება აჭარის ავტონომიას, შეიძლება ის გავრცელდეს დღეს ჩვენზე. საკმაოდ საინტერესო მსჯელობა იყო. ვერ ვიტყვი, რომ მთლიანად რაღაც საკითხები გადაწყდა აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით სამომავლოდ, რამე თუ დღეს არსებული სტატუსი, ვთქვათ, არის ავტონომიური რესპუბლიკა, მაგრამ ლაპარაკი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაზე იმ წილში, რასაც სახელმწიფოებრივი მოწყობა ჰქვია ჩვენი ქვეყნისა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარიუს მაშკიევის უმასპინძლა. მთავრობის თავმჯდომარემ პოლონელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის. ხაზი გაუსვა საქართველო-პოლონეთის მეგობრულ ურთიერთობებსა და მათ სიმტკიცეს. ვახტანგ ყოლბაიამ პოლონეთის ელჩს მოკლედ გააცნო აფხაზეთში კონფლიქტამდე არსებული მდგომარეობა და მის შემდეგ განვითარებული მოვლენები. განიხილეს აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე დღეს არსებული მდგომარეობა და ის პრობლემები, რომლებსაც ადგილობრივ მოსახლეობას საოკუპაციო რეჟიმი უქმნის. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვასა და მდინარე ენგურზე გადასასვლელების დახურვაზე. ამასთანავე განიხილეს სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.
თავის მხრივ მარიუშ მაშკიევიჩმა ვახტანგ ყოლბაიას პოლონეთის რესპუბლიკის ურყევი პოზიცია დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პოლონეთისთვის საქართველოსთან ურთიერთობა პრიორიტეტულია და მტკიცე მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. ვილაპარაკეთ იმ პრობლემებზე, რომელიც გვაქვს აფხაზეთის ტერიტორიაზე. გალის მოსახლეობას განსაკუთრებით და შეეხებოდა ენის პრობლემებს, გადაადგილების პრობლემას, ჯანდაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებს და ეს უკავშირდება იგივე გადაადგილების საკითხებს. ვილაპარაკეთ იმ საკითხებზე, რომელიც აქ ენგურ გამოღმა დევნილების სოციალურ საკითხებს. ეხება დავგეგმეთ ერთობლივი საქმიანობის გზები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში, როგორ შეიძლება ავამოქმედოთ ჩვენი დიასპორა პოლონეთში, საინტერესო პერსპექტივები გვესახება და ვფიქრობ, რომ ისინი მალე პოვებენ რეალურ განხორციელებას ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში. Эта встреча дала мне ამ შეხვედრამ დამანახა სრული სურათი იმ ვითარებისა, რა ხდება და რა სიტუაციაში იმყოფებიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ საკუთარ მიწა-წყალზე ცხოვრება. ჩვენ ასევე განვიხილეთ ურთიერთთანამშრომლობის საკითხები. პოლონეთის საზოგადოება ძალიან დაინტერესებულია საქართველოში მიმდინარე პროცესებით. დიდ ინტერესს იწვევს აგრეთვე აფხაზეთსა და საქართველოს სახელმწიფო სხვა რეგიონებში არსებული ვითარება. პოლონელი ხალხი და ხელისუფლება მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ინიციატივით ამავე დეპარტამენტში საჯარო სამსახურში დასაქმებული სხვადასხვა პროფესიის პირებისათვის ტრენინგ სემინარი ჩატარდა. სემინარს გაუძღვნენ დეპარტამენტის მიერ მოწვეული საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს მაღალკვალიფიციური ტრენერები. ტრენინგი სასწავლო ხასიათისაა და შეეხო ქცევის ზოგაწესებს საჯარო სამსახურში. დღევანდელი ტრენინგი ტარდება იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით. მოწვეულნი არიან საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს მაღალკვალიფიციური ტრენერები. ტრენინგი სასწავლო ხასიათისა და იგი ტარდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო მოხელითათვის. როგორც მოგეხსენებათ, აფხაზეთის მთავრობამ დაგეგმა მთელი ციკლი ჩვენი საჯარო მოხელეების გადამზადებისა. ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისათვის ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ცოდნისა და ინფორმაციის მიწოდების საჭიროებაზე. ისაუბრეს ამ მიმართულებით ბიუროს მიერ დაგეგმილ სამომავლო აქტივობებზე. აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის მოწვევით შევხვდით მათი მთავრობის წარმომადგენლებს, საჯარო მოხელეებს, ვესაუბრეთ ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების შესახებ, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დაგეგმილ და განხორციელებული აქტივობების შესახებ, განვიხილეთ მათთვის საინტერესო საკითხები და შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე. როგორც მოგეხსენებათ, წელს 1 ივლისს ძალაშერის საჯარო სამსახურში აღება ახალი კანონი. ამასთან დაკავშირებით იყო მათ შორის ეს ტრენინგიც, სემინარიც. შეხვედრა ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო, შინაარსიანი. დიდ მადლობას მოვახსენებთ საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს. დევნილთა შემწეობის საკითხი კვლავ ხმაურის საფუძველია და აქტუალობას არ კარგავს. ამასთან დაკავშირებით პროფკავშირების კულტურის ცენტრში დევნილთა მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ დევნილების სხვადასხვა რაიონიდან, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და გაერთიანებების წარმომადგენლები. გამომცვლელებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ რეფორმას პოლიტიკური სარჩული უდევს საფუძვლად და ეს საკითხი ხელისუფლებამ დევნილ მოსახლეობასთან ერთად უნდა განიხილოს. როგორც განმარტავენ, პრემიერთან უკვე შევიდა საინიციატივო ჯგუფის განცხადება რეფორმის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რაზეც პასუხი ჯერ კიდევ არ მიუღიათ. შეხვედრას მონიტორინგს უწევდა გერმანული მედია ჰოლდინგის წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში სპეციალურად დევნილთა პრობლემების შესასწავლად გრძელვადიანი ვიზიტით იმყოფებოდა. უახლოეს მომავალში გეგმება დევნილთა კონფერენცია, სადაც განიხილება ყველა საკითხი და პრობლემა, შედგება საინიციატივო ჯგუფი, რომელიც კიდევ ერთხელ შეხვდება მინისტრს და საკითხს უკვე პრემიერთან და გაეროს წარმომადგენელთან ერთად განიხილავს. როგორც მიმდინარე კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, საკითხი არ ეხება სტატუსის გაუქმებას. რეფორმა მუშაობის პროცესშია და დევნილებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან განკუთვნილი თანხის მიზნობრივ ხარჯვას ემსახურება. მოგეხსენებათ, ძალიან დიდი ხანია დღის წესრიგში დგას დევნილთა დახმარებების რეფორმა. ამ რეფორმას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ დევნილთა დახმარებები იყოს უფრო მიზანმიმართული და
ორიენტირებული იმ ადამიანებზე, ვისაც რეალურად უჭირდა, ვისაც რეალურად დახმარება სჭირდებათ, ვისაც დახმარება სჭირდებათ ბინებით უზრუნველყოფაში და ვისაც დახმარება სჭირდებათ სოციალურად ყველაზე გაჭირებული ფენა, ვინც არის, ამას არანაირი კავშირი არ აქვს სტატუსთან. 2015 წლიდან ეს გვიდეოს გეგმაში და ამაზე ვმუშაობთ ძალიან დიდი ხანია არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. ამ წუთისთვის ჩვენ მიგვაჩნია, რომ საბოლოო პროექტზე საბოლოო რაღაცა ფორმაზე ჩამოვყალიბდით, როგორი უნდა იყოს, ოღონდ ეს არის ჩვენი ხედვა სამინისტროს, ეს არ ნიშნავს, რომ ასე იქნება მიღებული. ამ წუთში ეს გადაცემული არის იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც დევნილთა საკითხებზე მუშაობენ, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, ომბუდსმენის ინსტიტუტისთვის და აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის და მიდის მსჯელობა, ეს შეიძლება შეიცვალოს და როცა აქ შევთანხმდებით, მე როგორ წავა პარლამენტში, მთავრობაში და იქ გაგრძელდება მსჯელობა, ასე რომ ეს არ არის თემა, რომელიც დღეს და ხვალ შეიძლება დაიძრას. დედის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ გამორჩეული ბიოგრაფიის ქალბატონებს უმასპინძლა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მელგუჯა გვაზავამ და საბჭოს სხვა წევრებმა მადლობის სიგელი გადასცეს სამშობლოსათვის თავდადებული გმირების აღმზრდელ დედებს, რომელთა შვილებმაც აფხაზეთში ეროვნულ სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად მტერთან ბრძოლაში სიცოცხლე გაწირეს. დედის დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია, განსაკუთრებით იმ ხალხისთვის, რომელიც ატარებს დედის სიყვარულს, მანდილს და არიან დღესაც გმირების დედები. ყველა გმირია, ვინც რო ქვეყნისათვის, ქვეყნის ერთიანობისათვის, საქართველოს მთლიანობისათვის თავი რო გაწირა, ყველა გმირია. იმედია, რომ საქართველო გამთლიანდება და გმირების მოგონება და არ დავიწყება იქნება მუდამ. 92 წლის 2 ოქტომბერს დაიღუპა ჩემი შვილი გაგრაში. ახლა მე ყოველთვის კი უნერგავდი იმას სამშობლოს სიყვარულს, მაგრამ თვითონ იყო ისეთი მოწოდებით, რომ ძალიან უყვარდა თავის ქალაქი და დარჩა თავის მასში, აიღო იარაღი და დაიღუპა გაგრის აღების დროს. საქართველოში ყოველთვის ყოფილიყოს ერთიანობა, მშვიდობა და ყველა ყოფილიყოს კარგად, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის ყოფილიყოს კარგი მომავალი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ომის დროს დაღუპულ მეომართა დედებს უმასპინძლა. მთავრობის თავმჯდომარემ და მთავრობის წევრებმა მოწვეულ ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს და ორგანიზაცია კამპუს ლაიონს კლუბ თბილისთან ერთად თანამშრომლობის ფარგლებში საჩუქრები გადასცეს. ვახტანგ ყოლბაიამ დედებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში მათი შვილების გმირული თავდადებისთვის. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით მსგავსი სახელშეხვედრები ყოველწლიურად იმართება. პირველ რიგში სულიად საქართველოს მინდა მოვასწრო დედის დღე, ეს საერთო დღესასწაული და დღევანდელს დაკავშირებით ბატონ ვახტანგ ყოლბაიასთან და მთავრობასთან ერთად, აფხაზეთის მთავრობასთან ერთად გადავეცით საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოსახლეობას და მინდა რომ წარმატებულს და რა თქმა უნდა ჩვენ ვაპირებთ მომავალში თანამშრომლობას აფხაზეთის მთავრობასთან. დღეს ჩვენ გქონდა მთავრობაში ომში დაღუპულთა დედების უგზო-უკლო დაკარგულთა დედების ნაწილის მიღება და შევეცადეთ მოვფერებოდით მათ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ყველაზე დიდი რაც შეიძლება ამ ქვეყნად გააკეთებინა დედას, გააკეთეს. აღუზარდეს სამშობლოს ისეთი ბიჭები, რომლებმაც უკოყმანოთ მიიტანეს თავად საცხოვრებლოზე თავისი სიცოცხლე. მე მინდა კიდევ ერთხელ უთხრა მათ მადლობა და ამავდროულად დავაიმედო, რომ ყველაფერი ისე იქნება, რომ მათი ბიჭების სახელები ქვეყანამ, სახელმწიფომ, სამშობლომ არ დარკარგოს. რამე თუ მათი შვილების სახელები ოქროს ასოებით არის ჩაწერილი ჩვენს მატიანეში. კიდევ ერთხელ ვილოცავ ყველა დედას დღევანდელ დღეს. მომავლისათვის მარადისობაში ასე ეწოდება წიგნს, რომლის პრეზენტაცია ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში გაიმართა. ნაშრომი აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას მიეძღვნა და იგი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მეომართა კავშირის ინიციატივით გამოიცა. პრეზენტაციაზე შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას. ამ პროექტის მიზანი არის ის, რომ მთელმა საქართველოს გაიგოს იმ დაღუპული გმირების შესახებ,
მიიღოს უფრო სრული და ზუსტი ინფორმაცია თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ამ ადამიანების იქ ყოფნა და თავდადება რამ განაპირობა. მე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ აფხაზეთში არც ერთი ბრძოლა ქართველ მეომარს არ წაუგია. ამ წიგნმა მომავლისათვის მარადისობაში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არა ეს ვაჟკაცები დღემდე საქართველოს ვერ მოვიდოდა. ამ ადამიანებმა შექმნეს უახლესი ისტორია და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი იმ მშობლებს, იმ ოჯახებს, ვინც აღზარდა და აღუზარდა სამშობლოს ესეთი გმირები. ჩვენ მეორედ ვაპირებთ ამ წიგნის დაბეჭდვას, მეორედ მესამედ სანამ არ ამოიწურება მთლიანად თემა და დაურიგდება სრულყოფილი დოკუმენტური მასალა ყველა იმათ მშობლებს, იმათ ოჯახს, ვინც ამ წიგნში მოხვედრილი არის და იქნება. მე მადლობა მინდა უთხრა ჩვენს მეომართა კავშირს, იმ ხალხს, ვინც წამოიწყო ეს თემა. მინდა განსაკუთრებული მადლობა უთხრა ქალბატონ მარინა ნაჭყებიას, რომელმაც დაიწყო ამ თემაზე მუშაობა და ყველა იმათ, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ უგდავყოფის დოკუმენტარული მასალის შექმნაში. უპირველეს ყოვლისა, მადლობა იმათ, ვინც შეესწირა თავი სამშობლოსათვის, ქვეყნისათვის, იმათ, ვინც გაზარდეს ასეთი შვილებით. ამ ბიჭებმა გააკეთეს შეუძლებელი რამ. სიცოცხლე აშუქეს სამშობლოს. უამრავი ვაჟკაცი ბიჭები ყავს დაღუპული, საუბედუროდ. დღეს იყო პრეზენტაცია სერიოზული წიგნის, რომელსაც მეომართა კავშირმა აფხაზეთის მთავრობასთან, უმაღლეს საბჭოსთან ერთად მონაწილეობა მიიღო. შეიძლება რაღაც კიდევ იყო იქ ისეთი დაშვებული შეცდომები, მაგრამ ამ შეცდომებს გამოვასწორეთ, არ ვატკნთ არავის გულს და გავაკეთებთ იმ გასაკეთებელს, რაც გასაკეთებელი არის. წიგნში აფხაზეთის ომში დაღუპული 800-ზე მეტი მეომრის ბიოგრაფიული მონაცემებია შეტანილი და მათი ცხოვრებისა და გმირობის ისტორიებზე მოგვითხრობს. მასალებს თან ერთვის თითოეული მათგანის ფოტოები და მასში თავმოყრილია აგრეთვე დაღუპული გმირებისადმი მიძღვნილი ლექსები და ნარკვევები. წიგნში მხოლოდ ბიოგრაფიები და დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები არ არის წარმოდგენილი, თემატურად ვეცადეთ, რომ შეკრული ყოფილიყო, ამიტომ არაჩვეულებრივი მასალები არის ქალბატონი ნანა ჭანტურიას ოხუმის დაცემასთან დაკავშირებით, ქალბატონი ვენერა რურუას გაგრასთან დაკავშირებით, მიხო მორჩილაძის ნაწყვეტი მივეცით გამარჯვებისთვის გამწირული და თემატურად შერჩეული ლექსებიც არის, რაც უფრო ჩემი აზრით საინტერესოს ხდის წიგნს. ძალიან დღე არის დღეს ჩემთვის, იმიტომ რომ ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ და გული მტკივა თუ რაღაც ისე არ გამოვიდა. შესული არა მხოლოდ აფხაზეთის ომში დაღუპული ბიჭები, რამდენიმე აფხაზეთის მკვიდრი, რომელიც სამაჩაბლოს ომს 2008-ში ემსხვერპლა. აი ეს ადამიანებიც ყავს შეყვანილი, კიდევ ერთხელ მივიძახი, ძალიან ბევრი ვერ მოხვდნენ, იმის გამო რომ არ ქონდა ინფორმაცია, იმის გამო რომ ერთ წიგნში ალბათ შეუძლებელი იქნებოდა ყველას დატევა, ამიტომაც მთავრობა ითვალისწინებს რამ ამ შენიშვნებს და სურვილს, რომ ყველა იყოს წიგნში, ველოდებით გამოხმაურებებს, ვაგროვებთ მასალებს, ყველაფერი მე მგონი წიგნის სათაურშივე დევს მომავლისათვის მარადისობაში. ყველაზე ძვირფასი გასწირეს ამ ადამიანებმა, მე მგონი ამ გმირების გახსენება ყოველ დღე, ყოველ ჯერზე გვმართებს, რომ მომავალმა თაობებმა იცოდეს, გასაოცარი ისტორიები გვაქვს, საოცარი გმირები გვაქვს. შეხვედრის მონაწილეებმა დაღუპულ მეომართა დედებსა და ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მათი შვილების გმირობა უკვალოდ არ ჩაივლის. დედებსა და ოჯახის სხვა წევრებს საჩუქრად წიგნები გადაეცათ. გაგრაში უგზო-უკლოდ დაკარგული ნუკრი დოლიაშვილის დედა ვარ. იქნება საპატიო წიგნი ჩვენი ამისთანა ოჯახებისათვის, იმდენად სასიამოვნო და სასიხარულო იყო ეს წიგნი ჩვენთვის და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იმ ხალხს, რომლებმაც იღვაწა, იშრომა ამ წიგნის შექმნისათვის, რათა ჩვენი შვილები უკდავყოფილიყვნენ. მიხარია ის, რომ ჩვენი შვილები არ დავიწყებას მიეცემა. იქნება ამ მომავალი თაობისთვის ის, რომ ისტორიის ფურცლებზე არავინ არაფერს არ ივიწყებს. ამაყი ვარ როგორც დედა. იმიტომ რომ ჩემი შვილი თემური ბერია დაიღუპა აფხაზეთში. და მეორე შვილი რომ ყოლოდა, კიდევ ვეტყოდი რომ წადით შვილო მიეშვილეთ დაიცავით აფხაზეთი. არ უნდა მიეცეს დავიწყებას ეს პატარა ბიჭები. მე როგორც შვილ დაღუპული დედა ძალიან მინდა რომ ხელი გაუწოდა და შეურიგდეთ აფხაზებს. ისინიც ხო ჩვენთან არიან, ისინიც ხო ჩვენთან იზრდებოდნენ ჩემ ბავშვებთან ერთად. ჩემთვის არის ძალიან ძიმე დღე, ძალიან ემოციური. რადგანაც ძალიან ბევრ დედას ვხედავ დღეს აქ ჩემისთანაც შვილ დაღუპულს. მე შევწირე ჩემი შვილი ამ ომს, მაგრამ მე იმით კმაყოფილი ვარ რომ ჩემმა შვილმა თავი დადო თავისი სამშობლოსათვის, თავისი შვილებისთვის, თავისი მეგობრებისთვის, თავისი ნათესავებისთვის. მე მადლობას ვუხდი ჩვენს მთავრობას ასეთი კარგი წიგნის გამოცემისათვის
და დიდი მადლობა ჩვენ სამშობლოს დაფასებისათვის ამ ბავშვების. წიგნის მომავლისათვის მარადისობაში პრეზენტაცია დაბაწყნეთის გამგეობაშიც გაიმართა. პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. იგეგმება წიგნის შემდეგი ტომების გამოცემა, რომლებიც სრულად მოიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ისტორიებს. მარტს საქართველოს ეროვნულ გმირს გურამ გაბისკირიას 70 წელი შეუსრულდებოდა. სოხუმის დაცემის შემდეგ ქალაქის ყოფილმა მერმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად მშობლიური ქალაქი არ დატოვა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, სოხუმის მერი გურამ გაბისკირია, მრეწველობის მინისტრი რაულ ეშბა, სახელმწიფო მდივანი ჯუმბერ ბეთაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მაშინდელი მთავრობის სხვა წევრები და მათი დაცვის ბიჭები 1993 წლის 27 სექტემბერს სეპარატისტებმა დახვრიტეს. ეს ის ცნობილი კადრებია, როცა ტყვედ აყვანილი სოხუმის მერი და მისი თანამებრძოლები მტერს გაბედულად უპირისპირდებიან. გურამ გაბისკირიას მამაცობა სული შემძვრელი და საამაყოა თითოეული ქართველისთვის. კოლორიტულმა პიროვნებამ და ქალაქის მერმა კარიერა ფეხბურთით დაიწყო. იყო სოხუმის დინამოს წამყვანი ფეხბურთელი. გუნდის დაშლის შემდეგ გურამ გაბისკირიამ ჩამოაყალიბა ახალი საფეხბურთო გუნდი სოხუმის ცხუმი, რომლის დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი თავად გახლდათ. მოგვიანებით იყო რესპუბლიკური და საკავშირო კატეგორიის მსაჯი. მუშაობდა ქალაქ სოხუმში თევზ კომბინატის დირექტორად. გურამ გაბისკირია საომარი მოქმედებების პერიოდში სოხუმის მერად დაინიშნა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს წევრი გახდა და მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით. გურამ გაბისკირია და მისი თანამებრძოლები მტერმა ვერ შეაშინა და ვერ დააჩოქა. ქვეყნისა და საკუთარი ქალაქის სიყვარული სიცოცხლის ფასად დაუჯდათ. მათი გმირობა მომავალ თაობას ღირსეულ მაგალითებად შემორჩება. სოხუმის მერის ყოფილი მოადგილე გია ჩიქოვანი გურამ გაბისკირიას და მასთან ერთად სოხუმში გატარებულ ბოლო დღეებს იხსენებს. გურამ გაბისკირიაზე წარსულში მიუხედავად იმისა, რომ 23 წელი გავიდა იმ ტრაგედიიდან, ხო, მაინც წარსულში ძალიან ძნელია ლაპარაკი, იმიტომ რომ გურამი განსაკუთრებული პიროვნება იყო. იყო სპორტსმენი, იყო მეწარმე და იყო ქალაქის მერი. გურამი იყო სოხუმელი. გურამს არანორმალურად უყვარდა თავისი ქალაქი. აი, შეზრდილი იყო ქალაქთან. და მე მახსენდება მაშინ რომ დაინიშნა ომის დროს პირველი ქართველი მერი იყო გურამ გაბისკირია. რო შეკრიბა, გვითხრა, მოდით რაღაცა გავაკეთოთ, ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოთ და ჩვენი მერის შენობის თავზე იყო საათი, რომელიც არ მუშაობდა. აღვადგინოთო და ავამუშავოთო საათი და დაიწყებაო ახალი ცხოვრება ქალაქში. მოხერხდა მისი აღდგენა და საათი ავამუშავეთ. და იქიდან დაიწყო რა მუშაობა ჩვენი ერთობლივი, განსაკუთრებული მიდგომა ჰქონდა სამხედროებისადმი, ბევრი ეძახდა გზია გურამი შემოდიოდნენ ჩვეულებრივად და გურამიც რაც შეეძლო მათთვის აკეთებდა. ძალიან ხშირად წინახაზე დადიოდა თვითონ და იქაც რამეს ჩაუტანდა. დღეს დაიბომბებოდა ქალაქი, ხვალ მიდიოდა აღდგენითი სამუშაოები. იმიტომ რომ ეს იყო ჩვენი ქალაქი, ეს იყო გურამ გაბისკირიას ქალაქი, მას უყვარდა ეს ქალაქი და მეორე დღესვე უკვე ვაგებდით ასფალტს და გურამი თავზე ედგა და აკეთებდა. ყველგან ასწრებდა მისვლას, ყველას აქცევდა ყურადღებას. გურამი იყო დაჯილდოებული არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობით, არაჩვეულებრივი. თქოს და ომის დროს რა ეხუმრება კაცს ან რაღაცა გურამი ახერხებდა ამას. მისი გადაწყვეტილებით სოხუმში ჩატარდა საფეხბურთო მატჩი. როცა იყო პატარა შესვენება, ასე ვთქვათ, ზავი იყო დადებული და ეს იყო იმის განცხადება, რომ ჩვენ ვართ მშვიდობის მოყვარე ხალხი და ფიქრობთ ომზე კი არა, ომი არის იძულება და არა ჩვენი სურვილი და ჩვენ ფიქრობთ სპორტზე, იქ რაღაც როგორ ავაშენოთ, რა გავაკეთოთ, რა სიკეთე, ამაზე იყო საუბარი. 27 სექტემბერს დილით ადრე ჩვენ შევხვდით ერთმანეთს. ეს იყო ბოლო ჩვენი შეხვედრა. გურამი შედიოდა ქალაქში და მას ჰქონდა იმედი, რომ ყველაფერი იქნებოდა კარგად.
შეეძლო მასაც, შეეძლო ჟულის შარტავასაც და სხვებსაც შეეძლოთ უბრალოდ არ შესულიყვნენ, როცა პრაქტიკულად ტერი შემოსული იყო ქალაქში. ჩვეულებრივი ადამიანი, ჩვეულებრივი ჩვენი მეგობარი, ჩვეულებრივი თანამდებობის პირი, ასე ვთქვათ, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვეულებრივი ხალხი არ ყოფილან ისინი, რჩეულები ყოფილან. რჩეულები. მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ, აი ასე შეგნებულად თავი შეწირონ, გაწირონ თავი სამშობლოსთვის. ყველა სკოლის მოსწავლემ უნდა იცოდეს, ვინ იყო გურამ გაბისკირია, ვინ იყო ჟული შარტავა და სხვები, იქ ვინც იყო. რა ხდებოდა და რას ნიშნავს ეს გმირობა, ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ. აი, საერთოდ რისთვის იბრძოდა ეს ხალხი, რატო დაიღუპა, რა არის აფხაზეთი და რატომ წირავდნენ სიცოცხლეს ის ხალხი, ვინც იქ იყო და წირავდა შეგნებულად კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამას. ეგრეთ წოდებულმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონიდან სტუდენტები დააფინანსა. სტუდენტების დაფინანსების პროგრამით, რომელსაც ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს, მიმდინარე წელს 34 სტუდენტი შეძლებს სწავლის გაგრძელებას. საუბარია 2016 წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებზე, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები. უწყებაში აცხადებენ, რომ ეს პროგრამა ეხებათ მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომლებიც 2008 წლის ომამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. როგორც ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განათლების სამსახურის უფროსმა სოსო ცოტნიაშვილმა აღნიშნა, წელს შემუშავდა დაფინანსების წესი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ვერ მოხვდნენ განათლების სამინისტროს პროგრამაში. ცოტნიაშვილის თქმით, ეს პროგრამა მომავალში გაგრძელდება. დღეს ვართ ბოლო ეტაპზე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ ინიციირებული პროგრამისა, რომელიც ითვალისწინებს დევნილი სტუდენტების დაფინანსებას. 34 განცხადება ჰქონდა შემოტანილი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით გამოყოფილი თანხა 22.500 ლარი თანაბრად ნაწილდება 34-ვე სტუდენტს. დღეს ძალიან საინტერესო ღონისძიება ჰქონდა ადმინისტრაციაში. სტუმრად ყავდა ის 34 სტუდენტი, რომელიც დაფინანსდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გავლით. მათი სწავლის ღირებულება და მიხმარება იმ მათ ოჯახებს ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ მათი განათლება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონიდან ბავშვებს ბევრი ბარიერი ხვდებათ წინ მათ ბევრი რამ უნდა გადალახონ ეს ომის შემდგომი თაობა ისე რომ მე მგონია რომ დღეს ძალიან თბილი და კარგი შეხვედრა იყო მე ვარ პირველი კურსის სტუდენტი და დამაფინანსა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია რის გამოც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მათ მომცეს ეს გვალი სტიმული რათა ვისწავლო და ვასახელო როგორც ოჯახი ასევე ჩემი ქვეყანა მე ვარ საქართველოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი და დამაფინანსა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მათ და ეს არის ჩემთვის ერთგვარი სტიმული იმისთვის, რომ უფრო და უფრო კარგი შედეგი დავდო და ვასახელო როგორც ჩემი ქვეყანა, ასევე ჩემი ოჯახი. გაიცანით აფხაზეთის მომავალი ეს პატარა ქალბატონები და ბატონები, რომლებსაც აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ესტუმრნენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით მთავრობის წარმომადგენლებმა მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე ბაგაბაღ სინათლისა და თბილისის ზღვის დასახლებაში მდებარე ბაგაბაღ იმედის აღსაზრდელები მოინახულეს. აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა დემურ კეკელიამ დევნილ პატარებს ტკბილეული და სათამაშოები გადასცა და აღმზრდელებს ბავშვებისათვის აფხაზეთის საკითხის ცოდნის აუცილებლობაზე ესაუბრა. ღონისძიება ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით მოეწყო. დღეს ჩვენთან სტუმრად იყვნენ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, რომლებმაც უდიდესი პატივი დასდეს ჩვენს ბავშვებს აფხაზეთიდან
დაასაჩუქრეს, გაახარეს მათი გულები და მე ვიმედოვნებ, რომ ალბათ მომავალში ჩვენ ერთად ამ პატარებთან ერთად ვიქნებით აფხაზეთში. სწორედ იმ პატარებთან, რომლებმაც აფხაზეთის შესახებ მხოლოდ მშობლების ამბობიდან იციან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მსგავსი ღონისძიება ცოტა ხნით ადრე ბაგების დასახლებაში მდებარე 195 ბაგა ბაღშიც ჩატარდა. მარტის დასაწყისისთვის აფხაზეთის მარიონეტულმა მთავრობამ გამშვები პუნქტების დახურვა დააანონსა. თუ რა რეაქციები მოყვა ამ გადაწყვეტილებას მოგითხრობთ ჩვენ სიუჟეტში. აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საკონტროლო გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გააპროტესტეს. ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტების დახურვის თაობაზე აფხაზური მხარის მიერ არაერთხელ დაანონსებული გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის შესახებ განცხადება დე-ფაქტო ხელისუფლებამ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ბოლო შეხვედრაზე გააკეთა. ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლების არაერთი პროტესტის მიუხედავად აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ გალის შეხვედრაზე დაადასტურა, რომ 4 მარტიდან ხურჩა ნაბაკევისა და ორსანტია ოტობაიას ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტები ჩაიკეტებოდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში დეპუტატებმა დაგმეს საოკუპაციო რეჟიმის მიერ ოტობაიასა და ნაბაკევში გამშვები პუნქტების დახურვის საკითხი, რაც მათივე განმარტებით კონფლიქტის ზონაში ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციის დანაშაულებრივი პოლიტიკის გაგრძელებაა. როგორც ხდომაზე ითქვა, გადასასვლელების დახურვით და საკუთარ ქვეყანაში გადაადგილების უფლების შეზღუდვით აშკარაა, რომ კრემლი ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გამო საქართველოს მოქალაქეებს სჯის. ამ ორი მოვლენის დროში დამთხოვა მოსკოვმა გამიზნულად მოახდინა. აღნიშნულია უმაღლესი საბჭოს საგანგებო განცხადებაში, რომელიც პრეზიდიუმის ხდომამ მიიღო. ოკუპანტის გადაწყვეტილება აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მოქმედი გადასასვლელების დახურვის შესახებ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ ნორმებს. ამასთან ეს გადაწყვეტილება მრავალ დამატებით პრობლემას შეუქმნის ისედაც უფლება აყრილ გალის რაიონის ქართულ მოსახლეობას, რაც მიმართულია დანარჩენი საქართველოსგან აფხაზეთის შემდგომი იზოლაციისკენ, აღნიშნავენ დეპუტატები. საქართველოს მოქალაქეებს ეძლებათ უფლება თავისუფლად იმოგზაურონ მთელს ევროპაში და ამ დროს რუსეთი უკრძალავს გადაადგილებას საკუთარ ქვეყანაში და ეს კეთდება ერთდროულად და მიზანმიმართულად. ის რაც ადრე გაკეთდა რუსეთის მიერ, ანუ მთელი აფხაზეთის და განსაკუთრებით გალის რაიონის მილიტარიზაცია, მთელი გალის რაიონის გადაქცევა ერთიან რაღაც დიდ სამხედრო ბაზად და ის რასაც ახლა აკეთებენ ყველაფერი ეს უნდა იყოს ერთ კონტექსტში მოქცეული და აი ასე კომპლექსურად განხილული. ეს არის ერთი პოლიტიკა, რომელსაც ქვია რუსეთის მიერ აფხაზეთის მცოცავი ანექსიის ასე ნაბიჯ განხორციელება. ასობით ადამიანი გადადის აი ამ საზღვარზე და აი ამის დახურვით უკიდურესად ილახება ადამიანის უფლებები, მთელი რიგი უფლებები. ჩვენს მიერ მომზადებულ პროექტში აი ჩამოთვლილია ყველა ეს პრობლემა, რაც დამატებით ექმნებათ ადამიანებს, ადამიანებს, რომლებიც ისედაც უფლება აყრილები არიან და კანონგარეშე არიან გამოცხადებული და კიდევ დამატებითი პრობლემები იქმნება. ამის მოთმინება ალბათ არის შეუძლებელი. ეს სერიოზული პრობლემას უქმნის ჩვენს მოსახლეობას გალის რაიონში. ეზღუდებათ განათლების უფლება. მათ ეზღუდებათ სამედიცინო დახმარება. საარჩევნო კანონზე ლაბარაკი ზედმეტია და იქ მიდის აქტიური მუშაობა მისკენ, რომ როგორმე ეს ხალხი განდევნილი იქნას აფხაზეთის ტერიტორიიდან თავის ძირძველი მშობლიური კუთხიდან.
აი ეს არის ყველაზე მთავარი მათი მიზანი და ამას ისინი ახორციელებენ მიზანმემართულად უკვე წლებია. ამას აკეთებს რუსეთის მხარე. უმაღლესი საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან შექმნილი ვითარების გამო. გმობს გალის რაიონის მოსახლეობის მიმართ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დისკრიმინაციული პოლიტიკის შემდგომ გამკაცრებას, გადაადგილების უფლების უკიდურესად შეზღუდვას. მოუწოდებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ადეკვატური შეფასება მისცენ ოკუპირებულ აფხაზეთში საერთაშორისო ნორმების უხეშდარღვევასა და გადაადგილების უფლებების უკიდურესად შეზღუდვას. მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს კვლავაც განაგრძოს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება აფხაზეთში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის შესახებ და მიიღოს დამატებითი ზომები, რათა აღნიშნული საკითხი გაეროს, ეუთოს, ევროსაბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათი შესაბამისი სტრუქტურების განხილვის საგანი გახდეს. უმაღლესი საბჭო მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განიხილოს ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევის აღმოფხვის მიზნით საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობა და მიზანშეწონილობა. თხოვს ჟენევის ფორმატის მედიატორებს მომავალ მოლაპარაკებებზე უზრუნველყონ აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების უფლების შეზღუდვის საკითხის საგნობრივი და პრინციპული განხილვა. იქ მთელ რიგ სხვადასხვა ზომებთან ერთად ვთავაზობთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გადაადგილების უფლების ეს შემდგომი შეზღუდვა და უკიდურესი შეზღუდვა გახდეს საერთაშორისო სასამართლოს განხილვის საგანი, ასევე მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების, ეს იქნება გაერო, ეუთო, ევროსაბჭო, აი ეგ შესაბამის სტრუქტურებში ამ თემის განხილვა უნდა მოხდეს და უნდა იყოს მიღებული ძალიან მკაცრი გადაწყვეტილება. ეს იქნება ალბათ ერთ-ერთი პირველი ესეთი სერიოზული ზომა, სერიოზული დარტყმა ოკუპანტზე და მის აი ამ პოლიტიკაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ სხვა ისეთ ქმედით ზომებს, რომ ეს აღკვეთოთ ეს ყველაფერი, ჩვენ ამას ვერ განვახორციელებთ, იმიტომ რომ იქით ამ ხარეს დგას კბილებამდე შეიარაღებული ოკუპანტი და ის ყოველივე ამას აი ამ სამხედრო ძალას ამოფარებული ახორციელებს, მაგრამ რაც შეეხება ყველაფერ ამის პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას, ეს უნდა მოხდეს ყველა დონეზე. აუცილებლად მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, მივმართავთ სახალხო დამცველს, გაუგზავნით ამ დოკუმენტს და მივმართავთ, რომ მოხდეს ჯერ ქვეყნის შიგნით და შემდეგ საერთაშორისო არენაზე ამ თემის აქტუალიზაცია. შემაშფოთებელია ყოველივე ეს ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო ნორმას. ძალიან სერიოზული ჩართულობაა საჭირო საერთაშორისო ორგანიზაციების, ინსტიტუციების, უпростоრად, რათა როგორმე გავლენა მოახდინონ რუსეთის ხელისუფლებაზე, მოგეხსენებათ იქ აფხაზი და აფხაზი მოსახლეობა არაფერს არ წყვეტს. ხო, აქედან გამომდინარე, ეს პირდაპირ არის, ასე ვთქვათ, მიზანმიმართული ანექსია ამ ტერიტორიის. მოხდეს მათი შეფასებები, როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით უპირველეს ყოვლისა და უნდა მიმართოთ ჩვენ საქართველოს ხელისუფლებამ ყველა ინსტიტუციებს, საერთაშორისო ინსტიტუციებს, რათა მართლა ამ ყოველგვარ უმსგავსობას მოეღოს ბოლო. ეს მიმართულია იმისთვის, რომ იზოლაცია მოახდინონ იქ დარჩენილი მოსახლეობის, გაერიყოს საქართველოს დანარჩენი მოსახლეობისგან. იქნება კონტროლი გადასვლა გადმოსვლის, იქნება ზედმეტი, ესე იგი, ნერვიულობა, სასწრების ხარჯვა. ჩვენ განცხადების სახით მივმართეთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ ძალისხმევა განახლდეს მოთხოვონ, ესე იგი, ოკუპანტს, რომ მან ეს არ გააკეთოს. კვეთრი ნაბიჯების გადადგმა საჭირო საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით შეშფოთებულია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიერ ორი საკონტროლო გამშვები პუნქტის დახურვის ფაქტს ნატო ეხმიანება და შემაშფოთებელს უწოდებს. ამასთან დაკავშირებით განცხადება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოანა ლუგენსკუმ გააკეთა. გადასასვლელების დახურვით, რომელსაც ყოველდღიურად იყენებს ასობით ადამიანი, შეიზღუდება გადაადგილების თავისუფლება, რაც ნეგატიურად აისახება როგორც ადგილზე, ისე რეგიონში სტაბილურობაზე. მოუწოდებთ საოკუპაციო რეჟიმს ამ გადაწყვეტილების გადახედვისკენ, რომ მოხდეს
მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფა, ნათქვამია ლუგენსკის განცხადებაში. ნატოში ასევე განაცხადეს, რომ განაგრძობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და მოუწოდებენ რუსეთს გააუქმოს საქართველოს რეგიონების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკების აღიარება. არსებობენ ციხე-ტაძრები, რომელთაც დროის გარკვეულ ეტაპზე უდიდესი წვლილი შეუტანიათ ერის ისტორიაში. წარსულის ნანგრევები კი დღემდე მათ დაცემასა თუ ამაღლებაზე ღაღადებენ. სწორედ ამგვარია ბედიის მონასტერი, რადგან მისი საკრალური ბედი საქართველოს მარადიული ბედის ანარეკლია. ქართული ხუროთმოძღვრების უდიდესი ძეგლი ბედიის მონასტერი საქართველოს ულამაზეს მხარეში, უჩამჩირის რაიონის სოფელ ბედიაში მდებარეობს. ისტორიული ცნობების მიხედვით ბედიის სამონასტრო კომპლექსი მე-10 საუკუნის მიწურულს დაახლოებით 999 წელს გაერთიანებული საქართველოს მეფემ ბაგრატ მესამე ბაგრატიონმა ააგო. მატიანე ქართლისაი ბაგრატ მეფეზე მოგვითხრობს. დიდმა მეფემ აღაშენა ტაძარი ბედიისა და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ. შეწირნა სოფელნი მრავალი ყოველთა ხევთა ადგილთა განგებითა, შეამკო ყოველი სამკაულითა ეკლესია, აკურთხა და დასვა ეპისკოპოსი, უკეთუ ვისმე ენებოს განცდა და გულისხმის ყოფად, სიმაღლისათვის დიდებისა მისისა. პირველად განადიდი სამკაული ბედიის ეკლესიისა და მისგან გულისხმა ხოს, რომელ არავინ ყოფილარ სხვა მეფე მსგავსი ქვეყანისა, ქართლისა და აფხაზეთისასა. ასეთი ხოტბა გელათის ტაძრის შემდეგ არც ერთ სხვა ხუროთმოძღვრულ ძეგლს არ ღირსებია. ბედიის სამონასტრო კომპლექსი აგებულია მაღალი მთის თხემზე, ვაკე ადგილას. მის მთავარ ნაგებობას ეზოს ცენტრში აგებული ბედიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი წარმოადგენს. მისგან დასავლეთით შემორჩენილია ბედიის მიტროპოლიტთა ორსართულიანი სასახლე და სამრეკლოს ნანგრევები. მას გარს ერტყა გალავანი, ხოლო ტაძარი სამი მხრიდან შვეული კლდეებითაა შემოზღუდული. ბედიის ტაძრის ფრესკებზე ამოკვეთილი იყო ძველი ქართული წარწერები და მოხატულობანი. ტაძრის ფასადებზე, ინტერიერში, ფრესკებსა და საეკლესიო ნივთებზე შემორჩენილია ქართული ასომთავრულით შესრულებული ლაპიდარული წარწერები. მათ შორის სრული სახით 11 წარწერა იკითხება. დანარჩენი კი ფრაგმენტების სახითაა შემორჩენილი. ტაძრის კედელს ამშვენებდა თვით ბაგრატ მეფის პორტრეტი, ეკლესიის მოდელით ხელში. ეს ფრესკა დღეს განადგურებულია. ბედიის ტაძრიდან შემორჩენილი უდიდესი საგანძურია ბედიის ბარძიმი, ქართული ოქრომჭედლობის ნიმუში, რომელიც შესრულებულია მე-11 საუკუნეების მიჯნაზე. ჩვენამდე ბარძიმის მხოლოდ ზედა ნაწილმა მოაღწია. იგი დაყოფილია 12 თაღედით. თითოეული თაღის ქვეშ წმინდანებია გამოსახული, რომელთა შუაში ტახტზე მჯდომი ქრისტეა წარმოდგენილი, ხოლო მეორე მხარეს ღვთისმშობელი ღრმით ხელში. ბარძიმის ზედა ნაწილს ერთსტრიქონიანი ქართული ასომთავრულით შესრულებული წარწერა მიჰყვება, რომელიც გვამცნობს, რომ ბაგრატ მეფე და დედამისი გურანდუხტი ბარძიმს წირავენ მათ მიერ აშენებულ ბედიის ტაძარს. ბარძიმი 999 წლით თარიღდება. ბარძიმს ჰქონდა ოქროს ფეხი, რომელზეც ქართული ასომთავრული წარწერა იყო ამოტვიფრული. მე-16 საუკუნეში ბედიელი მიტროპოლიტის გერმანე ჩხეტიძის დაკვეთით ბარძიმის ოქროს ფეხი აღუდგენიათ. მე-19 საუკუნის ბოლოს კი იგი დაკარგულა, ხოლო თვით ბარძიმი საქართველოს ხელოვნების ეროვნულ მუზეუმშია დაცული. მე-16 საუკუნეში ბედიაში დიდი აღმშენებლობითი საქმიანობა გაიშალა. განახლდა ტაძარი, ბედიელი მიტროპოლიტის გერმანე ჩხეტიძის დაკვეთით მოიჭედა ლაქერნის ღვთისმშობლის ხატი. გადაიწერა ბედიის გულანი. ბედიის გულანი ორიგინალური საეკლესიო კრებულია, რომელშიც თავმოყრილია სახარება, საქმე მოციქულთა, ეპისტოლენი, საგალობლები, მარხვანი, ფსალმუნი, ტიპიკონი, მოკლე ჰაგიოგრაფიული საკითხავები. გულანი უზარმაზარი კრებულია. მისი შეძენა დამზადება მხოლოდ მდიდარ ეკლესია-მონასტრებს ხელეწიფებოდათ. ბედია არა მხოლოდ ქართული პოლიტიკური აზროვნების, არამედ ქართული დამწერლობისა და კულტურის სავანედ ითვლებოდა. ბედიის ტაძარი ცნობილი იყო უმდიდრესი ბიბლიოთეკით. მთავარეპისკოპოსმა ანტონ ჟუანისძემ შექმნა შესანიშნავი წიგნსაცავი, სადაც მიმდინარეობდა ძველ ხელნაწერთა განახლება, საღვთისმეტყველო წიგნების თარგმნა და წიგნსაცავის ახალი წიგნებით შევსება.
ისტორიული წყაროების მიხედვით ბედიის ტაძარში დაცული ყოფილა ქრისტეს ეკლესიის გვირგვინი და ლურსმნები, რომლითაც მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს. ასევე მარიამ ღვთისმშობლის სარტყელი, რომელიც მე-10 საუკუნეში საბერძნეთიდან ბაგრატ მეფის მეუღლეს ჩამოუტანია. ტაოში გარდაცვლილი ბაგრატ მეფე ანდერძის თანახმად ბედიაში წაასვენეს და ტაძრის შუაგულში, გუმბად ქვეშ დაკრძალეს. აქვე განისვენებენ მისი ძე გიორგი და დედა გურანდუხტი. სახელი ბედია 2300 წლის წინ გაჩნდა და ეგრის ქალაქს ბედია ეწოდა. ეს სახელი ჯერ კიდევ ქუჯის პირით ღმერთმა უბოძა საქართველოს და ღვთიური მისია მიანიჭა. ეს მისია კი მას დღემდე ეკისრება, მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი ამჟამად თითქმის დანგრეულია, ამ უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის ტაძრის ნანგრევები დღემდე მდუმარედ ელოდება ქართველებს. აფხაზთა და ქართველთა მეფის, ბაგრატ მეფის საფლავზე ქვეყნის ერთიანობისთვის სალოცავად. ქართულ სიტყვას და ქართულ წირვალოცვას ელოდება საბედიანო. ქართულმა საგალობლებმა უნდა გაათბოს ტაძრის გაყინული კედლები, რადგან ბედია არ არის მხოლოდ ტოპონიმი და არც მეფეთა სატახტოს აღმნიშვნელი სიტყვა გახლავთ. იგი ზოგადი ცნებაა კოლხთა და იბერთა ერთიანობისა, ერთობლივი ბრძოლისა, საკუთარი მეობისა და სახელმწიფოს გადასარჩენად. ჩვენ ერთი კვირით გემშვიდობებით. ხოლო სამშაბათს დილის 10 საათზე უყურეთ გადაცემა აფხაზეთს აფხაზურ ენაზე. ნახვამდის.